წაიღეს მისი პირადი ნივთები, მათ შორის ესეთი ნივთები, როგორც არის მის მიერ გაგზავნილი წერილების ასლები წლების განმავლობაში de facto ხელისუფლების მისამართით სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, კომპაქტ დისკები, რომელზეც იყო საოჯახო ფოტოები, ასევე წაიღეს ნიდერლანდების საელჩოს მიერ გადაცემული პრიზი 2018 წელს, როდესაც თამარმა გაიმარჯვა კონკურსში ადამიანის ტიტა, ასე ქვია პრიზ. ძველი ვადაგასული ქართული ბანკის საბანკო ბარათები და სხვა ასეთი პირადი ნივთები პრაქტიკულად ეძებდნენ ყველაფერს ისეც, რაც შესაძლოა ყოფილიყო ხელშასაჭიდი გამოძიებისთვის. რამდენიმე საათის შემდეგ მათ ასევე გააგრძელეს ხრეკა თამარის მშობლების სახში. ადვოკატი აპირებს უახლოეს დღეებში გაასაჩივროს წინასწარი პატიმრობის სახით მიღებული გადაწყვეტილება, მას ამისთვის 3 დღიანი ვადა, ანუ დღეს უკვე 2 დღიანი ვადა აქვს. თუმცა მას ასევე აქვს გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ჯაშუშობას, აქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი და ის დეტალებზე ვერ საუბრობს. თამარის დაკავებიდან 2 დღის შემდეგ ჩატარებული ხრეკა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მათ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება თამარის წინააღმდეგ არ გააჩნდა, სახელმწიფო ორგანოებს პრაქტიკულად საკუთარი მოქალაქის უფლებები, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ადარდებთ, მით უმეტეს იქ, სადაც მათ მოუწევთ რუსეთთან საუბარი და რუსეთისთვის მოთხოვა კონკრეტული პირის განთავისუფლება.